წყალი ფარავს დედამიწის უდიდეს ნაწილს. დედამიწის ზედაპირზე დაახლოებით 74% წყლით არის დაფარული. ოკეანეები მთელი ამ წყლის დაახლოებით 97% შეადგენს, ხოლო მტკნარი წყალი, რომელიც სასმელად და სოფლის მეურნეობისთვის გჭირდება, მხოლოდ 3%-ია. თუმცა ამ მტკნარი წყლის უმეტესი ნაწილი მყინვარებში ან მიწისქვეშა წყლებშია ჩაკეტილი, რაც ადამიანის მოხმარებისთვის მხოლოდ მცირე რაოდენობა სტოვებს. წყალი შედგება ორი წყალბადის ატომისა და ერთი ჟანგბადის ატომისგან. წყალს უნიკალურს ხდის ის, რომ მას შეუძლია არსებობდეს სამ მდგომარეობაში: მყარი, თხევადი და აირადი, და ეს ყველაფერი დედამიწის ტემპერატურის პირობებში. მდგომარეობის შეცვლის ეს უნარი მნიშვნელოვანია მრავალი ბუნებრივი პროცესისთვის, მაგალითად წყლის ციკლისთვის. წყლის ციკლი აღწერს, როგორ მოძრაობს წყალი დედამიწის გარშემო. წყალი ოკეანეებიდან, მდინარეებიდან, ტბებიდან ორთქლდება და ატმოსფეროში წყლის სახით ჩაედინება. ეს ორთქლი გრილდება და წარმოქმნის ღრუბელს, რომლებიც მოგვიანებით წყალს წყლის ან თოვლის სახით დედამიწაზე აბრუნებენ. შემდეგ წყალი ისევ ჩაედინება მდინარეებში, ტბებსა და ოკეანეებში და ციკლი სრულდება. ეს მუდმივი მოძრაობა ეხმარება დედამიწას წყლის მარაგის შენარჩუნებას. მცენარეები ასევე დამოკიდებულნი არიან წყალზე, რათა გაიზარდონ და ფოტოსინთეზის საშუალებით საკვები აწარმოონ და ნარჩენების მოსაცილებლად. ჩვენ შეგვიძლია კვირების განმავლობაში ვიარსებოთ საკვების გარეშე, მაგრამ წყლის გარეშე მხოლოდ რამოდენიმე დღეს თუ გავძლებთ. წყალი აუცილებელია სიცოცხლის ყველა ფორმისთვის. მაგალითად, ადამიანი შედგება 60% წყლისგან. ჩვენი ორგანიზმი წყალს იყენებს ტემპერატურის რეგულირებისთვის, საკვები ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის და ნარჩენების მოსაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე წყლის უზარმაზარი რაოდენობაა, მისი მხოლოდ 1%-ია ხელმისაწვდომი ადამიანის გამოსაყენებლად. მტკნარი წყლის უმეტესი ნაწილი ყინულის ქერქშია და მყინვარებში მოქცეული. მსოფლიო მოსახლეობას ზრდასთან ერთად წყლის დეფიციტი უფრო ხშირი ხდება. ბევრი რეგიონს წყლის სიმცირე აწუხებს, ამიტომ წყლის დაზოგვა მომავალი თაობებისთვისაა აუცილებელი. წყალს უნივერსალურ გამხსნელს უწოდებენ, რადგან მას შეუძლია ნებისმიერი ნივთიერების გახსნა, ვიდრე სხვა სითხეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან წყალი ეხმარება სხვა ნივთიერების ტრანსპორტირებას ორგანიზმსა და სხვა მცენარეებში. ის ასევე ეხმარება ნიადაგში არსებული მინერალების დასხლას, რაც მცენარეებს ზრდისთვის სჭირდებათ. წყლის უნარია გახსნას ნივთიერებები მას გადამწყვეტს ხდის მრავალი ბიოლოგიური პროცესისთვის. კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს წყლის ციკლზე. ტემპერატურის მატებასთან ერთად წყალი უფრო სწრაფად ორთქლდება, რაც იწვევს ხშირ გვალვებს სხვადასხვა მხარეში და ძლიერ ნალექს. ამას შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობა ან წყლის დეფიციტი. ზღვის დონების მატება გამოწვეულია მყინვარების დნობით, რაც საფრთხეს უქმნის სანაპირო ზონებს, რაც იწვევს დატბორვას და მიწების დაკარგვას. იმის გამო, რომ წყლის რესურსები საფრთხის ქვეშაა, წყლის დაზოგვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მარტივ მოქმედებებს, როგორიცაა ონკანის დაზოგვა, როდესაც მას არ ვიყენებთ. გაჟონის შეკეთება და წყლის დამზოგავი მოწყობილებების გამოყენება. დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. წყლის ნარჩენების შემცირებით ჩვენ ვეხმარებით ამ ძვირფასი რესურსის შენარჩუნებას. წყალი სასიცოცხლო რესურსია დედამიწაზე არსებული მთელი სიცოცხლისათვის. ის აყალიბებს ჩვენს პლანეტას, მხარს ჭერს ეკოსისტემებს და აუცილებელია ადამიანის გადარჩენისათვის. როდესაც ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება და წყლის დეფიციტი, გადამწყვეტია წყლის მნიშვნელობის გაგება და მისი დაცვა მომავალი თაობებისათვის.